უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პირველი კლასტერის გახსნა ნიშნავს, რომ 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ორივე ქვეყანა ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადადის. პროცესი 5 კლასტერს ითვალისწინებს. პირველი კლასტერის გახსნა ლუქსემბურგში დადასტურდა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ შეკრებილები. ევროკავშირში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ორი ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმების საპასუხოდ მიიღეს. ის, რომ ასოცირებული ტრიოდან ინტეგრაციისთვის ახალი ეტაპი საქართველოსთვის არ გაიხსნა, ამაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ქართულ ოცნებაში კი ევროპულ სტრუქტურაში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებას სკეპტიკურად უყურებენ. ამავდროულად კი მიაჩნიათ, რომ ევროკავშირმა შესაძლოა ახალი წევრობისთვის უთანასწორო პირობები შემოიღოს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ადასტურებს, რომ ახალ წევრებს შესაძლოა ვეტოს უფლება შეუზღუდონ. შეიძლება ზოგიერთი სკეპტიკოსი ამ თემის განცხადებაში ხედავდეს ნეგატივს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა გახსნა მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მოლაპარაკებების გახსნით უკრაინის მიმართ და მოლდოვას მიმართ ცხადია გათვალისწინებული არის მათი ეროვნული ინტერესები. ცხადია გათვალისწინებული არის მათთვის ევროპული პერსპექტივა, ხო? სამწუხაროდ ამ პერსპექტივის მიღმა საქართველოს დარჩა ოცნებიდან გამომდინარე, ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები გამომდინარე, რომელმაც საბოლოო ჯამში უარი თქვა ევროპულ პერსპექტივაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ხალხს წაართვა გრძელვადიანი მშვიდობის და უკეთესად ცხოვრების შესაძლებლობა. ამიტომ გამოსავალი სინამდვილეში არის პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები. ევროკავშირში გაწევრიანება არ გულისხმობს ყველაფერში საერთო უნიფორმული პოლიტიკის გატარებას. ჯერ არავითარი გადაწყვეტილება ამ კუთხით არ ყოფილა მიღებული, სანამ ევროპული საბჭო არ იმიჯერებს, არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვერ ვიმარჩიელებთ თუ რა მოდელები იქნება რომელიც სახელმწიფოსთვის, მაგრამ ის რაც უკვე ვიცით, არის რომ უკრაინა და მოლდოვა დიახაც გახდებიან ევროპული კავშირის წევრები და საქართველოს სამწუხაროდ ვერ გახდება ევროპული კავშირის წევრი ამ წუთის მონაცემებით და ასეთი რეჟიმის პირობებში. აი ეს არის ისაც ნამდვილად ვიცით და ეს არის ქოცური პოლიტიკის დამსახურება. ბოლო 1 წლის განმავლობაში ქართული ოცნება დაუპირისპირდა ევროკავშირს და ებრძვის ყოველდღიურად. მარტა კოს რა კითხვას არ უნდა დაუსვა ჟურნალისტმა და მარტა კოსმა რა პასუხიც არ უნდა გასცეს. საქართველოს, სადაც პაპუაშვილი არის პარლამენტის თავმჯდომარე და ირაკლი ყობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, ერთი რომელიც არის ევროკავშირის მაწყევარი და მეორე რომელიც ევროინტეგრაციის შემჩერებელია, რა მნიშვნელობა აქვს მარტა კოს რა კითხვას უსვამე და მარტა კოსი რას პასუხობს ამ ადამიანებმა? გულისხმობ პაპუაშვილს და ყობახიძეს და მისნაირებს. ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია შეაჩერეს. ევროკავშირმა საკუთარ ღირებულებებზე, ფასეულობებზე და პრინციპებზე უარის თქმა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა დაიწყო, თუმცა ალბათ ჯერ ყველაფერი წინ არის. ჩვენ ვნახეთ, რომ ახლა ისინი განიხილავენ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების ისეთი უფლებო სტატუსით, როგორიც არის ვეტოს უფლება. ვეტო არ არის უბრალოდ ხმაურიანი განცხადება, ეს არის წევრი სახელმწიფოს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოების მხრიდან მიღებული თუ მხარდაჭერილი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა შენს ეროვნულ ინტერესებს ან ზოგადად შენს ხედვებს, როგორც სახელმწიფოს ხედვებს ეწინააღმდეგებოდეს, შენთვის იყოს მიუღებელი და ამ შენი უარით რაღაც ფორმით შეაჩერო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, როგორც ხედავთ, ახალ მიღებული წევრების კიდევ უფრო და უფრო მეტად შევიწროებას ვადევნებთ თვალს